Წუთებში სასტუმრო რედისონში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით კულტურა ეკონომიკური განვითარებისათვის თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კულტურის სოციალური და ეკონომიკური სფეროს ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებაა. საზეიმო გახსნა საქართველოს კულტურის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებიან. კონფერენციას ასევე ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. კონფერენციის ფარგლებში დღესვე გაიმართება გამოფენა კონკურსი სახელწოდებით საუკეთესო რეწვის პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა 28 სექტემბერს გახდება ცნობილი. კონფერენცია განიხილავს თემას კულტურისა და ეკონომიკის სიმბიოზს, ფაქტიურად მათ თანაარსებობას, მათ ჰარმონიულად ყოფნას და ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას. ძალიან ცნობილი ექსპერტები, ცნობილი სპეციალისტები არიან ჩამოსული და ის დასკვნები ჩვენ ქვეყანას აუცილებლად წარდგება. Სამწუხაროდ კულტურის განხილვა ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით მხოლოდ საწყის ეტაპზე არის ჩვენი ქვეყნებისათვის. ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, რომ ჩამოგვეყვანა საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულების ფუძემდებლები არიან ფაქტიურად და რომლებსაც უკვე გამოცდილება აქვს წლების განმავლობაში, თუ როგორ შეიძლება კულტურამ იმოქმედოს ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით. თავისთავად კონკურსის მიზანი იყო ერთი მხრივ ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოვლენა, თუმცა ამავდროულად ისეთი პროდუქციის, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და სწორედ ასეთ კრიტერიუმებზე გაკეთდა აქცენტი.